Ყველა ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც ვერ გაუგია რა გააკეთოს. რა არის საჭირო მის ცხოვრებაში, რომ შეცვალოს, რა მიმართულებით წავიდეს, ან ზოგადად სწორგზაზე დგას თუ არა, სწორი მიმართულებით არის თუ არა. შესაბამისად, დღეს ზუსტად ეს საჯარო გაშლა ეხება ამას. არსებული სიტუაცია, შეგიძლიათ კონკრეტული სიტუაცია ჩაუთქვათ, შეგიძლიათ ზოგადად თქვენ მდგომარეობაზე იფიქროთ ყოველგვარი სიტუაციის გარეშე და უბრალოდ ზოგადი ფონის კუთხით მიიღოთ ინფორმაცია, მათ ვისაც უჩვენებს არსებულ ვიდეოს, არის ეს ინფორმაცია მათთვის. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, არ გავიწყდება არხის გამოწერა. მაშასადამე, მოდით ჯერ დავიწყოთ ამ მომენტისთვის, რამდენად სწორგზას ადგახართ სიტუაციურად. პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ კი, ნამდვილად სწორგზას ადგახარ, უბრალოდ საჭირო არის შენი მხრიდან მეტი დაფიქრება და მეტი დეტალიზაცია ცხოვრებისეული ასპექტების კუთხით. სად პოვებს შენი სული ბედნიერება, სად პოვებს შენი სული სიმშვიდეს და არა ის, რაც ვალდებულების ქვეშ გაყენებს, ხო? რეალურად ეხლა აქ რასაც მიჩვენებს, შენი მყოფები არჩევანის წინაშე, რა მიმართულებით წახვიდე, სად არის შენი გზა, სად არის შენი არჩევანი, შესაბამისად ეს ყველაფერი განსაზღვრავს ამ მდგომარეობას, ხო? გზაგასაყარი სიტუაციაზე დგეხარ ამ მომენტისთვის სრული სიტყვის მნიშვნელობით. ზოგადად რა სურს შენ სულს, ხო? აქ მიჩვენებს, რომ შენ სულს უკვე უნდა რომ განთავისუფლდე ზედმეტი პასუხისმგებლობებისგან. თითქოს დიდი ხანი არის უკვე და წლები გრძელდება, რაც ხარ მსხვერპლის როლში. მუდმივად სხვას წირავ თავს სიტუაციური კუთხით. შენი თავი ყოველთვის მეორე პლანზე არის გადაყვანილი. თითქოს დრო მოვიდა, რომ განთავისუფლდე ზედმეტი პასუხისმგებლობებისგან. ჩაკეტილი წრე გაარღვიო, შეარსებული კედლები, რომლებიც შენ გარშემო სიტუაციურად აღმართე და რაღაც მომენტში გაიძულებდნენ, რომ სხვანაირი მიმართულებით აწყობილიყავი, დრო არის უკვე რომ დაწვა ეს ყველაფერი, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით განულების პოზიციაში იყო, დაიმუხტო ახალი ენერგიებით, წახვიდე ახალი გზის მიმართულებით, უფრო მეტად დააფასე და შეიყვარე საკუთარი თავი. ნუ შეგეშინდება გარშემოყოფების რეაქციის, რას იტყვიან, რას გააკეთებენ, ხო, როგორი რეაქცია ექნებათ პირდაპირ მნიშვნელობით. რეალურად ამ მომენტისთვის შენ სულს რასაც ჭირდება, ეს არის განთავისუფლება ზედმეტი პასუხისმგებლობებისგან, ზედმეტი ასე ვთქვათ ერთფეროვნებისგან და დრო არის უკვე რომ სერიოზული ცვლილებები შემოიტანო შენ ცხოვრებაში. რაღაცა მომენტში თუ კი სიმკაცრესაც გამოიჩენ და იქნები ცოტა უფრო მეტად მკაცრი და შეიძლება რაღაცა მომენტში ვერც კი გაგიგონ გარშემოყოფებმა და იყო განხილვის საგანი, მაინც საჭირო არის რომ ეს ნაბიჯი გადადგა. შენი სულისთვის ამ მომენტისთვის პირდაპირ მნიშვნელობით არის რომ ბნელი მონაკვეთიდან გადახვიდე ნათელ პოზიციაში, ხო? და შემდეგ უკვე ყველაფერი დატრიალდება ისე უკეთესობისკენ, როგორც საჭიროა. ეს პირდაპირ ამოდის, ასე ვთქვათ, ბორბლის პოზიცია, პირდაპირ ამოდის სიმშვიდის მდგომარეობა, პირდაპირ ამოდის ფორტუნის თემა, გამოღვიძება, გამართლება, წინსვლა, განვითარება. ასე რომ რეალურად ამ მომენტისთვის სულს, რასაც სურს შენი, არის ზედმეტი პასუხისმგებლობებისგან განთავისუფლება და თავისუფლების მდგომარეობა, ხო? პოვნა საკუთარი შინაგანი ენერგიისა და იმ რესურსების წარმოჩინება წინა პლანზე, რაც გაგაჩნიათ, დაანთო პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლი შენ ცხოვრებისეულად, ხო? რაც დასაწვავია დაიწვას, დანარჩენი უკვე შენი ცეცხლიური ენერგია, აქტიურობა გამოავლინო იმ მიმართულებაში, რაც შენი არის. და შემდეგ უკვე ნებისმიერი სახის დაბრკოლება შენთვის უკვე სასაცილო იქნება და ვეღარაფერი ვეღარ მოგერევა. რაც თავარი არის დაცულობა გაქვს საკმაოდ ძლიერი სამყაროსგან, თავარი არის გაბედო.